განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არაფერი, ძალიან მნიშვნელო ასე ვთქვათ, პრობლემად მიგაჩნია და უფრო მეცაც გეტყვით, დაახლოებით ორ ადამიანს შორის პირადი დაპირისპირების საკითხს უფრო გავს, თუმცა რაც გუშინ ბატონმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე გადავწყვიტე, რომ განვაგრძო ბრძოლა, ნახოთ დაველოდოთ, რას გულისხმობს ამ ბრძოლაში ვისთან გულისხმობს ბრძოლის გაგრძელებას დინარაძესთან, ქართულ ოცნებასთან, თუ ვისთან. ორ ადამიანს შორის ვის გულისხმობს? ორ ადამიანს შორის პირადად დინარაძესა და ღარიბაშვილს, რა თქმა უნდა. თქვენ რამდენად გჯერათ, რომ ის არ იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობაში? ღარიბაშვილი? მე პირადად არ ვჯერა, იმიტომ რომ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა ძალიან ბევრი ადამიანი დააპატიმრეს და ღარიბაშვილის შესახებ სხვადასხვა კორუფციული ფაქტები და არგუმენტები ძალიან ბევრი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ის კორუფციის ბრალდებით არ ზის და ზის, ასე ვთქვათ, კანონიერად მიღებული შემოსავლების არადეკლარირების ბრალდებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც გონია, რომ ეს რაც წერილი გამოაქვეყნა და რაც რეალურად არის ორ ადამიანს შორის პირადი და საერთო ჯამში ჩვენთვის ამ შემთხვევაში პოლიტიკურად არანაირად მნიშვნელოვანი საკითხი ეს არ არის და კიდევ ერთხელ გეტყვით, თუმცა დაველოდოთ, რას გულისხმობს ამ ბრძოლის გაგრძელებაში. რომ არ ვერ დაუკავშირეს, ასე ვთქვათ, დინარაძის თემას აღნიშნული ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილი და ამის მიუხედავად მაინც ფიქრობთ, რომ ორ ადამიანს შორის დიახ. და ანუ არ შევაფასებთ უბრალოდ პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადება, სადაც უარყოფილია ეს მსგავსი. რომ თითქოს დინარაძემ ხო, რა თქმა უნდა, ხომ დინარაძე ბუნებრივია უარყოფდა ამ ფაქტს, რაც ღარიბაშვილმა თქვა, იმიტომ რომ რასაც დინარაძე იტყვის, იმას უარყოფს ღარიბაშვილი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ეს არის ორი კორუმპირებული ადამიანის პირადი, ასე ვთქვათ, უთანხმოების საკითხი. და რაც შეეხება ბრძოლას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაველოდოთ, რას გულისხმობს ამ ბრძოლის გაგრძელებაში და ვისთან მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, სიმართლე გითხრა. არაფრის მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ რომ ღარიბაშვილს არერთხელ გავუკეთები ესეთი განცხადებები, თუმცა დაველოდოთ. ოპოზიცია მიჩნდა, სააკაშვილის დაგვარანიას დაპირისპირებაზეც რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა სააკაშვილმა, პირველ წერილში წერდა და ისევ იგივეს რიტორიკა, რაც არის დილაურთან დაკავშირებით და მილიონერთან დაკავშირებით, რომ მოსყიდული არის ოპოზიცია და რომ ზუსტად, ასე ვთქვათ, ივანიშვილის ხელით განადგურდა ოპოზიცია და ეს ყველაფერი იყო წინასწარ გაწერილი, ამის უბრალოდ შემდგომ ნიკა გვარანიამ, სადაც აღნიშნა, რომ აღარ შეხება ტალახში და ესე ვთქვათ, სააკაშვილს და რა ტალახშიც არის, იმ ტალახში დარჩესო. აი, რამდენად აზიანებს ეს ზოგადად ოპოზიციას იმ სახელს, რაც აქვს მათ ამ ურჩევლში და რამდენად ცუდია ეს ზოგადად ოპოზიციისთვის ასეთი დიახ, მე გეტყვით ერთს. პირველი ის, რომ ჩვენთვის ეს საკითხი ნაციონალურ მოძრაობასა და 4-იანსა და 5-იან შორის, ასე ვთქვათ, ეს პოლიტიკური ბრძოლა თუ კი ინკლავობა ნაკლებად საინტერესოა. ისინი ერთმანეთს რატო რის გამო ებრძვიან, რატო ებრძვიან, რა პრეტენზიები აქვს და ასე შემდეგ არ გვაინტერესებს პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის ეს რიგი და მივყვებით ჩვენს გეგმას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ორივე ერთი ასე ვთქვათ, წარმოშობის ეტიმოლოგიის, პოლიტიკური ეტიმოლოგიის პარტიაა და უფრო მეცაც გეტყვით, ერთიც და მეორე პარტიაც იყო გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოცნებას, ქართულ ოცნებას, დღევანდელ ხელისუფლებას მოაგებინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. რითაც მისცა სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ქართულ ოცნებას ადგილობრივ დონეზე საკრებულოები თითქმის 100% და 90% დაეკომპლექტებინა. ეს არის რეალური შედეგი. და ამ პროცესში მონაწილეობდა ორივე პარტია და ამიტომ დანარჩენი ამის იქით შიგნით მათ რა
ასე ვთქვათ, პირადი ანგარიშტორებები აქვს იქ ჩვენთვის დაკლიბოთ საინტერესო. აფხაზეთის კონტექსტში უნდა გკითხოთ, სამანდაშვილი გვარამიას განცხადება ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ ისტორიული წაბლების გამო უნდა დავთმოთ, როგორ ააფასებთ მათ ამ პოზიციას. მე გეტყვით ერთს, რომ აფხაზეთის და ისტორიული სამაჩაბლოს გარეშე ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება არ არსებობს. გამორიცხულია და წარმოუდგენელია და არც განიხილება. მე მესმის ახლა ერთისაც და მე მესმის ქართული ოცნებისაც, რომ ქართული ოცნება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მზად არის უარი თქვას აფხაზეთის დაბრუნებაზე და ჩააბაროს და ასევე ნაციონალური მოძრაობაც მზად არის ხელისუფლებაში მოსვლის გამო დათანხმდეს და უარი თქვას აფხაზეთზე. ეს არაერთი განცხადებები გაკეთებულა, თუნდაც ბარამიძის ბოლო განცხადება, რაც ძალიან არასწორი, არასახელმწიფოებრივი შეურაცხყოფელი იყო იმ გმირების მიმართ, რაც ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდნენ და თავის საკუთარი სიცოცხლის ფასად საკუთარ სამშობლოს იცავდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი საკითხები არ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ბოდიშის მოხდისთვის არის მზად, ზოგი მზად არის იმისთვის ხელისუფლება, რომ დანაშაულებრივი დუმილი ამჯობინოს იმ ანექსიას, რა პროცესებიც ეხლა სამაჩაბლოში მიდის და რეალურად რუსეთს სურს, რომ ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორია, ასე ვთქვათ, თავის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიყვანოს და ასე შემდეგ რა. და სამაგიეროდ შეთითხნილი ბრალდებებით ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიასზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რაც რეალურად მართლა ეს არის გმირობის ტოლფასი ნაბიჯი, როდესაც ადამიანმა თავისი ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად ცოცავი ოკუპაცია აერიდა თავიდან და საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩადგეს საგუშაგო. ამ საკითხზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სამაგიეროდ, მაშინ როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. და მადლობა გადაუხადა ერგნეთში, როდესაც იყო შეხვედრა და განაცხადა ხმამაღლა, რომ ჯერა მათ ქართული საქართველოს ხელისუფლების კეთილგონიერების და რაც შეიძლება დროულად გაიტანენ საგუშაგოს სოფელ ჩორჩანას ტერიტორიიდან. ეს არის რეალობა რა. ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ქართული ოცნება მზად არის ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად უარი თქვას აფხაზეთზე და სამაჩაბლოზეც და რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას მზად არის ძალაუფლებაში დაბრუნების ნაცვლად უარი თქვას აფხაზეთს. ამათი განცხადებები ამას ემსახურება. ამათი რეალურად გადადგმული ნაბიჯები, ამათი საუბარი, რაზეც საუბრობენ, ამას ემსახურება და ამას ნიშნავს რა. იმიტომ რომ დანაშაულებრივი დუმილი სხვა რა არის, როდესაც გართმევენ ტერიტორიას და არც მთავრობას, არც საქართველოს პარლამენტს პოზიციას არ აფიქსირებ. და ჩუმად ხარ. ეს არის დანაშაული და ეს არის ღალატი რეალურად რა. და ასევე პოლარიზაციას რაც აღამავებს 80% ციტატა წაგიკითხოთ, ქართველებში 80% ეზიზღება ხოცები და რუსებიო. ანუ რუსები გასაგებია, თუმცა იქ ხოცებს ისე რომ ყოფს ქართველს ხოცს და ნაცად და პირდაპირ ამბობს, რომ ყველას ანუ მოსახლეობის 80% ეზიზღება და ამასთან ერთად იმას რომ განმარტავს, რომ ოპოზიციის თითქმის ყველა ნაწილი გაყიდულია, ახლა უშუალოდ თქვენი პარტია არ უსანებია, თუმცა შეიძლება თქვენი პარტიაც იგულისხმება, ესეც არ არის გამორიცხული. აი ეს რას ნიშნავს, როდესაც მისივე ყოფილ თანამიმდევრებს ადებს ხელს. ხო და კიდევ ერთხელ გაგიმეორეთ, ეს კითხვა როდესაც დასვით, დავიწყე ასეთი პასუხის გაცემა. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ის ბოიკოტი რაც იყო გამოცხადებული მათ შორის ნაციონალური მოძრაობას 5-იანსა და 4-იანის მიერ და სხვათა შორის ესენი იყვნენ ორგანიზატორები და მთავარი ინიციატორები, რომ ბოიკოტი გამოცხადებული იყო და არ წასულიყო ხალხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და არ მიიღოს პოლიტიკურ პარტიებს
მონაწილეობა, ეს იყო ზუსტად საფუძველი იმის და საწინდარი იმის და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ქართულ ოცნებას ადგილობრივ დონეზე ყველა საკრებულო ჩააბარეს 190 და 80%. დანარჩენი ვინ არის გაყიდული, რა არის ღალატი, რა არის სწორი და არასწორი, თქვენ თვითონ განსაჯეთ. ხო და გილაურმა მოსთხოვა პოლიტიკოსებს, რომ უნდა შესულიყვნენ, იმიტომ რომ თავიდან მაფიოზურად იყო ეს პროცესი დაალაგებული. აქაც კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ მათ შიდა სამზარეულოში რა ხდება ჩვენ არც ვიცით, არც ვერევით, არც გვაინტერესებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და მივყვებით ჩვენ გეგმას და ჩვენს დღის წესრიგს. პოლონეთი აკაცებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან, თქვენი აზრით რამ გამოიწვია და საერთოდ რისი დასტურია ეს? ეს დასტური არის საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო. არასწორი პოლიტიკის მიზეზია ზუსტად ეს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მთელი ამ წლის ბოლო წლების განმავლობაში რა ურთიერთობებიც იყო დიპლომატიური, ჩამოყალიბებული, რა პროცესებიც მიდიოდა, რა მხარდაჭერაც მიდიოდა, ერთი ხილის მოსმით, კიდე ერთხელ ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ფასად ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. და ეს არის სწორედ შედეგი ამ ყველაფრის რა და ადამიანები რომლებსაც აქამდე შეეძლოთ რომ აქ რომლებიც ვერ შეულობდნენ სამსახურს და საკუთარი ოჯახების გადასარჩენად წასულიყვნენ და რაღაცა სამსახური ეპოვათ და დასაქმებულიყვნენ ხო დღეს უკვე რეალურად ვდგებით იმ მოცემულობის წინაშე რომ ესეც უკვე პრობლემურ საკითხად გადაიქცევა და ამის შესაძლებლობაც კი აღარ იქნებათ ჩვენს მოქალაქეებს, ანუ საბოლოო ჯამში აი ესეთი არასწორი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან აისახება ჩვენს მოქალაქეებზე და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას. კვლავ აქტუალურია ბატონშავა, გერბილსკის ტრაქტატი ელექტრონობის გადაწყვეტილებები, აი ამ ისტორიულმა გადაწყვეტილებებმა რამდენად იქონია გავლენა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პირველი დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ბატონი კობახიძე ტელევიზიით საქართველოს მოქალაქეებს მოძღვრავს და ასწავლის და უხსნის თუ ვინ იყო ერეკლე მეფე და ჩვენ ნამდვილად ქართულ ხალხს არ ჭირდება იმის ახსნა და მტკიცება, რა დამსახურება აქვს მას ქართველი ხალხის წინაშე, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ ერთი. მეორე ის, რომ თუ ამ საკითხებზე საუბრობს, როდესაც საუბრობს ბატონი კობახიძე, მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ თვითონ მეფე ერეკლე პირადად იბრძოდა თავისი საკუთარი ქვეყნის დასაცავად, საკუთარი ხალხის ინტერესების დასაცავად და საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ხმალ ამოღებული პირადად იბრძოდა თავის ქვეყნის დასაცავად. ესენი კიდევ ბრძოლის ნაცვლად ხო, ხან დანაშაულებრივ დუმილს ამჯობინებენ, როდესაც საკუთარი სამშობლოს ოკუპაცია მიმდინარეობს და ხან კიდე ბოდიშს იხდიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის რეალობა და ამიტომ როდესაც საუბრობ მეფე ერეკლეზე, უნდა გქონდეს იმისი უფლება და შენ რაღაც ელემენტარული უნდა გქონდეს გაკეთებული შენი ქვეყნის და ხალხის წინაშე ისეთი დამსახურება, რომ მას შეედარო და მასზე ილაპარაკო. ეგ მეორე და მესამე და ასევე მნიშვნელოვანი. მაშინდელი მოცემულობა და დღევანდელი მოცემულობა დამერწმუნეთ, რომ სხვადასხვა რეალობა იყო. დღეს რომ ესეთი პოლიტიკური რეალობა რო ყოფილიყო მაშინ, ან კიდე დღეს რო ქვეყნის სათავეში იყოს მეფე ერეკლე, არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც დღევანდელი ხელისუფლება მიიღო და აუცილებლად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ევროკავშირის წარმომადგენლების და ევროკავშირის სახელმწიფოების გვერდით დადგებოდა და დღეს უკვე ვიქნებოდით იმ დიდ ოჯახში, რასაც დიდი ევროპული ოჯახი ქვია. აი ეს იქნებოდა რეალური შედეგი რა. პატარა ქვეყნებზე დიდი ქვეყნების მხრიდან გავლენის მოხდენის მაგალითები. აი კონტრარგუმენტი რა არის ამ შემთხვევაში? რომელ შემთხვევაში? თქვენ ხო მითხარით გეორგიევსკის ტრაქტატი და მეფე ერეკლე. სხვა რეალობაა.
მაშინ რა მოცემულობაც იყო, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო ყველაზე შედარებით უკეთესი, თორე გეორგიევსკის ტრაქტატი შემდეგ რა მოხდა და როგორ დასრულდა და როგორ დაირღვა ის პირობები და როგორ ასე ვთქვათ ცუდად ბევრ შემთხვევაში ასე ვთქვათ ვიწვნიეთ ქართველმა ერმა და სახელმწიფოებმა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ აქ საუბარია სხვა რამეზე. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, ხო, შენი ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რამდენადაც არ უნდა ის მძიმე და რთული გადაწყვეტილება იყოს და დღეს ეს გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს, ეს ქვეყნის და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. ეს გადაწყვეტილება ემსახურება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას, მხოლოდ და მხოლოდ. ეგ არის. 2008 წლის აგვისტომ რა გვასწავლა? 2008 წლის აგვისტომ გვასწავლა ის, რომ წინა კითხვას გავაგრძელებ და ასე ვთქვათ დავასრულებ პასუხს, იმიტომ რომ ეს თქვენი კითხვაც გარკვეულწილად მინდა დავაკავშირო, ის რომ ომი, რომელიც რუსეთთან საქართველოს ჰქონდა, ეს 2008 წელს საქართველოს არ დაუწყო. და არც 2008 წელს დაწყებულა ეს ომი დაიწყო ბევრად უფრო ადრე და საქართველოს ტერიტორიების ანექსია წართვა დაიწყო ბევრად უფრო ადრე და არც ახლა არ დასრულებულა ჯერ კიდევ და გრძელდება კიდევაც ცოცავი ანექსიით დგინა თუ პირდაპირ ოკუპაციით დგინა. აი ეს არის რეალობა. საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით რა გვასწავლა 2008 წელს? 2008 წლის ომმა გვასწავლა ის, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა გქონდეს რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა, რომ ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული საერთაშორისო ასპარეზზე და არ დავრჩეთ რუსეთის წინაშე მარტო, რაც რეალურად ამ მოცემულობის წინაშე ვდგებით დღეს ამ ხელისუფლების დახმარებით და უფრო მეცაც გეტყვით, რომ აქ ხდება პოლიტიკური ორიენტაციის რეალურად კურსის შეცვლა. ძალაუფლების შენარჩუნების ფასადზე. 2008 წელს შესაბამისი მხარდაჭერა მოვიპოვეთ, იმიტომ რომ გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე, რომ რო არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რუსები შეიძლება თბილისში ჩამოსულიყვნენ. აი ეს არის რეალური შედეგი. საუბარი არის იმაზე, რომ იმიტომ რომ აგენტურულ ოპოზიციას ომის სითქმით და ასევე NGO-ებს, მდიდარ NGO-ებს როგორც თვითონ უწოდებს, არ დაკარგებოდა თუ ესე ვთქვათ შავი ფულის მიღების შესაძლებლობაო, ქართულ ხალხს დააჯეროს, რომ კანონი იყო რუსულიო, რომ ჩელიაბინსკში გავიგვიძებდითო, რომ სტუდენტები ვეღარ მიიღებდნენ საერთაშორისო დაფინანსებასო, რომ ფერმერებს შეექმნებოდა პრობლემებიო, თუმცა გავიდა 2 წელია და არც ჩელიაბინსკში გავიგვიძია და არც მსგავსი რაღაცაები მომხდარა, რასაც ესენი გვიჩიცადნენ. ამიტომ პოლარიზაციის შესამცირებლად ის ადამიანები, ვინც ბრენდავდნენ კანონს რუსულად, უნდა ბოდიში მოვიხადონ ჩვენო, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკური გუნდს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ალბათ მათი მხარდამჭერები და რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს კანონი არ იყო რუსული. პოლარიზაციის შემცირების გზად ისეც მიახშიათ. აი, როგორ შეაფასებთ ის ამბავს? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც მინდა გავიმეორო არაერთხის თუ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას საქართველოში პოლარიზაციის შემცირება უნდა და პოლარიზაციის დასრულება უნდა, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ეს არის რომ უნდა გაანთავისუფლოს პატიმრები, უდანაშაულო პატიმრები და უდანაშაულო ახალგაზრდები, პოლიტიკური პატიმრები ციხიდან. სხვა გამოსავალი არ არის და ეს ჩვენ ვუთხარით საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის ტრიბუნიდან. ვუთხარით, როდესაც ყაველაშვილი იყო მობრძანებული, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს პაპუაშვილის ანგარიში იყო წლიური ანგარიში და ვუთხარით ბოლოს საგაზაფხულო სესიის დასრულების დღეს ირაკლი კობახიძეც. თუ აქვს სურვილი, რომ დაიწყოს საქართველოში დეპოლარიზაცია, თუ დეპოლარიზაცია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მათ დეპოლარიზაცია არ სურს, პოლარიზაციის შესრულების ნება არ აქვთ, იმიტომ რომ აი ესეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში, გაყოფილ საზოგადოებაში, ჩემიანებად და შენიანებად და დაყოფილ და დაგსახსულ საზოგადოებაში
ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ამიტომ სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ აქ ფერმერებიც, სტუდენტებიც, ექიმებიც და ასე შემდეგ ბიუჯეტიდან ყოველთვის გამოიყოფა იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ დაფინანსება სახელმწიფო პროგრამებით იქნება თუ სწავლისთვის იქნება თუ ასე ვთქვათ სხვადასხვა მედიკამენტების და პროექტების დასაფინანსებლად. მაგრამ აქ საუბარია საზოგადოების გაერთიანებაზე, საზოგადოების პოლარიზებული საზოგადოების დეპოლარიზაციაზე და ამის ამის ეს თუ რა თქმა უნდა აქ ერთადერთი სწორი გზა არის დაწყება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს ახალგაზრდა პოლიტპატიმრები განთავისუფლდნენ ციხიდან. და მეორე ნაწილს სწორულია, აი რომ ამბობს, რომ შავი ფულის გარეშე რომ დარჩენი იყვნენ, როგორც აგენტურული ოპოზიცია ისევე თქვით და როგორც ეს მდიდარი ენჯოებიო, ამიტომ გაკეთდა ყველაფერიო რა. აი ამას როგორ შეაფასებთ, რამდენად გჭირდა? ნიშნავს, როდესაც უყურეთ, როდესაც ანუ იმიტომ არ უნდათ დოკუმენტების შესწავლა ფულის მოგამჭრაობის კანონს უნდა რაც უყურეთ რა, როდესაც შავ ფულზეა საუბარი, პირველ რიგში შავი ფული მოიკითხონ საკუთარ ოფისში, საკუთარ გუნდში. როგორ ხდება შავი ფულის აკრეფვა და როგორ ხდება კორუფციული ფულის შოვნა და აკრეფვა. აი ეს არის შავი ფული და კორუფციული ფული რა. და ჯერ როდესაც საკუთარ გუნდში მოაგვარებენ მაგ საკითხს, ხო მე გაიშვირონ სხვის მისამართით ხელი. ხო, შავი ფული და კორუფციული ფული რა თქმა უნდა მიუღებელია და წარმოუდგენელია, მაგრამ ამიტომ გააჩნია ვინ გელაპარაკება და ვინ გესაუბრება შავ ფულზე. და ეს კითხვას ვიკითხავ გუშინ ტელეკომპანია იმედმატად რომ ხარდი რომ ალიანსი იშლებოდა ბოდიში დაშლილი არის ოფიციალურად აი თქვენ მახსოვს თქვენ პარტია რომ თავიდანვე ესე ვთქვათ სკეპტიკურად უყურებდით ალიანსის შექმნის იდეას და ამანაც რამდენად დააზარალა ზოგადად ოპოზიცია მათი ამომრჩევლის ფონდში, იმიტომ რომ გვახსოვს ის დღე, როდესაც ზარზეიმით გამოვიდნენ ჩერგოლეიშვილი და არამინასხვები, თვის წინ და თქვეს რომ აი გავერთიანდით და მორჩა დავარდით. ზარზეიმით გამოვიდნენ, მერე იჩხუბეს, მერე ისევ შერიგდნენ. ეხლა იშლებიან, ჩვენ ამ პროცესებში არ ვიყავით ჩართული, არც ვართ, არც ვიქნებით, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ სამათი ძირი ერთი ფუძი აქვთ მათ ნაციონალური მოძრაობა და ამიტომ ეს შვილობილი პოლიტიკურ პარტიებთან იჩხუბებენ, გარიგდებიან, მე ისევ შერიგდებიან, გაერთიანდებიან, გაიყოფიან, არ ვიცით, ეხლა მაგაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ, არც გვაინტერესებს და მათი პირადი შიდა სამზარეულოა ეს.